საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი ურეკავს ვანოს და ეკითხება, დღეს ნაფიც მსაჯულებით პირველი სასამართლო გაქვს და რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო? ვანო კიდე პასუხობს, არა, რა პრობლემა 12-ვე უკვე შემომთიცაო. მაღალი გამოდის და ამბობს, ვინც 45 წლიდან 60-მდე ასაკის კაცს დაასაქმებს, იმას საშემოსავლო გადასახადიდან გავათავისუფლებ და ვინც საფრანგეთში გაიტყუებს, იმას საერთოდ ოქროში ჩავსვამო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე განაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. მაღლიდან მაყურებელი ყველა მაღალი გრძნობს იმ მომენტს, როდესაც მის რჩეულ ერს ცდუნებასა და მართალი გზიდან აცდენის საფრთხე ემუქრება. ხო და რა გასაკვირია, რომ ჩემმა მაღალმაც იგრძნო ბოლო სამკვირაში მომძლავრებული საფრთხის მოახლოება. დიახ, იგრძნო, მაგრამ არ აღელდა. ერისთვის 10 პუნქტიანი სამუშაო გეგმა უცებ შეადგინა და თვითონვე ითავა ზემოხსენებული გეგმის განხორციელება. 10 დგომა, 10 წესი და ესე იგი რჩეული ერი. არის ამ ყველაფერში რაღაც ბიბლიური. მომიდევეთ ეს წამიური ლირიული გადახვევა. გეგმას დავუბრუნდეთ. გეგმიდან ყველაზე მეტად მე აი ეს პუნქტი მომეწონა. მე ესეთი ერთი წინადადება მაქვს, რაც ჩემთვის ნიშნავია, მცადოთ ეს თუ გამოგვივა, რომ თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თქვენგანი აიყვანს სამსახურში 45 წელზე და ზედმეტ 45-დან 55 წლამდე ადამიანს სიტყვაზე, ან 60 წლამდე, 45-დან 60 წლამდე ადამიანს განთავისუფლდეს ეს საშემოსავლო გადასახადისგან. ესენი ძალიან ღირსეული და ასაფასებელი ადამიანები არიან, ჩვენი ახლობლები არიან, მეგობრები არიან. დიახ, ეგ ჩვენი ახლობლები ეგენი, ეგ ჩვენი მეგობრები. როგორ დაგვეჩაგრენ კაცო უსამართლოდ. მაგრამ არა უშავს, კიდევ კარგი, ამ წლების განმავლობაში ჩემმა მაღალმა არ დაკარგა დრო, რამდენჯერმე რიყეზე და პარლამენტის წინ შეკრიბა ეხალხი და საფუძვლიანად გადაამზადა. დარწმუნებული ვარ, მაღლის მიერ გადამზადებული ხალხი ადვილად იპოვის სამსახურს. აგერ მრავალჯერ მავნე ნივთიერება ჩასუნთქული და დასხივებული ასაკიანები იაპონიაში ფუკუსიმა ერთზე დასაქმდებიან დაზიანებული ატომური რეაქტორების გამგრილებლებად. დანარჩენ თვალდათხილებს კიდევ ცნობილი მეკობრე კაპიტან ჯეკ ბეღურა დაასაქმებს. მაგას მარტო ცალფეხა მეკობრეები ყავს თურმე და ცალთვალების ნაკლებობას განიცდის. ისე მაღალო, სანამ სხვები გამოიღებენ ხელს და დაასაქმებენ ასაკიანებს. მანამდე ტრადიციულად შენ რომ მიგეცა მაგალითი? არა, რა ვიცი, აგერ გამოჩნდა ერთი 45-დან 60 წლამდე მამაკაცი, იძახის 9 წელია ფაქტიურად საქმე არ მაქვს და დაამნიშნოს მაღალმა გინდა პარლამენტის თავმჯდომარე და გინდა პრემიერ-მინისტრადო. ბევრი გადამზადებაც არ დაჭირდება, მგონი ინგლისურიც იცის, რუსულიც და ფრანგულიც. თან რა პირობებს გთავაზობს მაღალო? იძახის საშემოსავლო გადასახადი რას მიქვია, ჩემ დამსაქმებელს ერთ წელიწადში საერთოდ გავათავისუფლებ ყველანაირი ვალდებულებისგან. გაუშვებო სახშიო ბედნიერი ცხოვრებით დასატკბობადო და რა ვიცი ახლა მაღალო, ხომ არ გვეცადა, ჰა? ჩემმა მაღალმა საკადრო ცვლილებები დაიწყო და აღმოაჩინა ვინ უშლიდა ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს. ეს პიროვნება სამტრესტის მმართველი ვასილ მანაგაძე გახლავთ. ძალიან უკმაყოფილო ვარ სამტრესტის მუშაობის. და მინდა ვთქვა, რომ სამტრესტის ხელმძღვანელი განთავისუფლებულია სამსახურიდან. უკმაყოფილო ვარ. იმიტომ რომ რასაც როგორც ჩვენ გავდივართ ბაზრებზე და როგორც ეს არის იმის ჭიანჭველის ნაბიჯებით და ყუს ნაბიჯებით. და ამდენი წელი ქონდა ამ კაცს რომ რაღაცა გაეკეთებია. ამიტომ მე მაგალითად თქვენ ადგილზე, როგორც შვენიერი მაგალითია ტურიზმის დეპარტამენტის გამოაცხადა კონკურსი ხობალია, ჩაატარა რაღაც ბოლოს სკაიპით იპოვა მაია სიდამოინძე. და ძალიან კარგად მუშაობს ეს დეპარტამენტი. აი, ვინ არის ჩვენი ქვეყნის დამაქცევარი? გახსოვებული ვასილ მანაგაძე. ეს ის კაცია, ვინც ჩვენი მეღვინეობის განვითარებას აფერხებს, ხო? ალბათ გახსოვებული ვასილი თავის ნათესავებში კარგი ბიჭია. დადის ნათლობებში, თამადობს, სვამს განსხვავებულებს. ეს კაცი არის კომუნისტური გადმონაშთი. ძალიან მიგვირს კაცო, როგორ მოხდა ის ჩვენს მთავრობაში საერთოდ. დიახ, ხალხო, ამიერიდან შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგანაც ორი ადამიანი, გახსოვებული გრიგოლ გობეჯიშვილი და გახსოვებული ვასილ მანაგაძე უკვე აღარ მუშაობენ ქვეყნის საუბედუროდ. ეს ის პრობლემები იყო, რომელიც გადაჭასაც 8 წელი მოანდომა ჩემმა მაღალმა და დღეის ამას იქით იბერია იწყებს გარწყიდებას. რა მაგარი კაცია ეს ჩემი მაღალი.
გაგსუებულები ხომ მოშთო სამსახურიდან და პროფესიონალ კადრებს Skype-ით ეძებს. მერიტოკრატულ ქვეყანაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ხალხო, დაიმატეთ ჩემი მაღალი Skype-ში, გაუგზავნეთ კოცნები და დათუნიები და თუ დაარწმუნებთ, რომ თქვენ საქმის პროფესიონალი ხართ, მაღალ ანაზღაურებადი სამსახური გარანტირებულია. თუ უფრო სწრაფად გინდა დასაქმება და არც ისე პროფესიონალი ბრძანდებით, Facebook-ზე გაიზიარეთ 26 მაისის სისხლიანი ღამე. მოიწონეთ და დააკომენტარეთ, რომ ეს რუსეთუმე ხალხი ყველაფრის ღირსი იყო, შეგიძლიათ, ხო? და თუ თქვენ ბიძინა ივანიშვილს ყველა სოციალურ ქსელში დაგმობთ, მაშინ თქვენ პარლამენტარი ან ნაცმოძრაობის მაღალ ჩინოსანი გახდეთ. აი ხალხო, ეს არის ჩვენი მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმის, რომელიც ცხადია დასაქმებაზე ორიენტირებული ძირითადი პრიორიტეტები. იგულავეთ მოსავალ მოუწებელო და ტყუილად კრედიტ აღებულო გლეხებო. ეს მთავრობა თქვენია. შემმა მოწყალე მაღალმა თავისივე მთავრობის ხდომაზე ისეთი წინადადება გააჟღერა, რომელიც ალბათ ბიძინა ჩემსაც მალე გამოუთხრის ძირს. ჩვენი წინადადება რომ იმ ხალხს, ვისაც ჩვენ მივყიდეთ ეს და ვისაც ეს ამათ ისე უნდა შედგეს და ამათ კაკოს წინადადება იყო ეს პარლამენტში და მე კარგად მოვისმინე რაც თქვა კაკომ ბობოხიძემ. ამათ ეს გადასახადი ამ მისია არ უნდა გავდავახდებიოთ. აი, ახლა სიტყვის ვინმე ამ ქვეყანაზე გლეხკაცისთვის არავინ არის. როგორ არ ყოფილა, თან სულ ისეთი ნარჩევი ბიჭები, რომ მეც ვერ ინატრებ. პურის მჭამელი, გულიანი, დამრტყმელი, ვიმეორებ დამრტყმელი. კაკო რომელიც საკუთარი მკერდით გადაფარებია პირში, მხოლოდ ჩალა გამოვლებულ გლეხებს და უთქვამს: ემან გლეხკაცს ტყუილი ხარკი არავინ დაადოს, თორემ ამ მუშტით დაუნაყავთ ხვირსო და მეტი თვალსაჩინოებისთვის თქვენ თავისი ორთაბრძოლების კადრებიც მოუყვანია მაგალითად. ჩემს მაღალს რო ეს ამბავი გაუგია, უთქვამს: ყოჩახ კაკო, მუჭებშივე გეტყობოდა, რომ ილია ჭავჭავაძის კაკოს ნამდვილი მოსახელე იყავი და გლეხებს არავის დააჩაგვრინებდი. მე შენ მთავრობის სხდომაზეც დაგსვამ და მაგ შენს ქართულ გულსაც იქ გამოვამზეურებ. ოღონდ შენ იმათ უბაყუნე, ვისაც ესე იგი ჩემზე ცუდი დასწდება რამე და მაგა მაგს ახლა როგორ დაგიკარგავო, ხო და იმ საწყალ ჰიბრიდული სიმინდის პუჩაში დაბოლებულ გლეხებსაც ასე კოხტად და მოხდენილად წარუდგინა მათი ქომაგი. რა კარგი ხარ კაკო, რა კარგი. შენ რომ არა, ჩემს მაღალს კაცი შვილი ვერ გააგებინებდა, რომ მის მიერ გლეხებისთვის შეტენილმა სიმინდმა დიდი კრახი განიცადა. შესაბამისად გლეხებიც მშივრები დარჩნენ და ის ბოლო კაპიკებიც და იმ კაპიკების გამორთმევა, რომელიც მათ მთელი ზამთრის განმავლობაში უნდა ეყოთ, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანდა. აფერუმ კაკო შენს მარჯვენას. უშენოთ ამ ქვეყანაზე გლეხს ხარკი და ბეგარა გასწვეთ. შენ კი უკვე ყველას უყარხარ ალბათ ის შენი თანამდებობისთვის შეუფერებელი საპარლამენტო საქციელები უკვე დავიწყებას მიეცა. დიადი ხარ მაღალო, მაგრამ ირგვლივ ეს პატარ-პატარა კაკოები რომ არ ყავდეს, რა გეშველებოდ. ესეც რამდენიმე სურათი, ანუ ეპიზოდი დაჰკარ კაკოს ცხოვრებით. სადაღარ ყავს დიდი ილია, თორემ ამ სიუჟეტს გამაზავდა კაცი. რა პოემა გამოცხებოდა. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. დღეის ამას იქით 2012 წლის არჩევნებამდე 45-დან 60 წლამდე ადამიანები აღარ არიან ჩარეცხილები. ისინი აღარ არიან ვადაგასული საქართველოს მოქალაქეები. დღეს მათ ხალხის ხმა ჩემს მაღალს სჭირდება. წინა საარჩევნოდ მაღალი თქვენ დაგენაცვლებათ. არჩევნების მერე კი რაც გინდათ ის გიქნიათ. წინა საარჩევნო კამპანია. ძველი ჩარეცხილების ახალი სიცოცხლე. თუ თქვენ ხართ გლეხი და ვერ იცავთ საკუთარ უფლებებს, ამიერიდან სააკაშვილის უფლებების დამცველი კაკო ბობოხიძე იზრუნებს გლეხკაცის უფლებებზეც. კაკო იზრუნებს ყველა იმ გლეხზე, ვისი არსებობაც საჭიროა მაღალის რეფორმების განსახორციელებლად. კაკო ბობოხიძე, პეტრეს ურტყავს, გლეხკაცს იცავს. ნიშა როგორ გაუწყლესა. გუშინდელ წარმომადგენლობით ხდომაზე ძალზედ ბევრ თემაზე გაიმართა ჟაბაასი. დასაქმება, უმუშევრობა, წინსვლა, დღეგრძელობა და ასე შემდეგ. თუმცა გუშინ გახმაურებული ამებიდან ყველაზე მეტად იმ ამბავმა გამახარა, რომ თურმე ჩვენი საგარეო ვალი ძალიან იკლებს. დღესდღეობით ერთ-ერთი მთავარი სტაბილურობის მაჩვენებელი სწორედ არის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა. ჩვენი ვალი არის საკმაოდ დაბალი და მიზანის დევს, რომ ამ ვალის კიდევ უფრო შემცირებაა. ჩვენი ვალი, საერთო ვალი, ჯამური ვალი დღეს არის 51% და ტენდენცია არის დაბლაკლებისკენ. დიახ, აი ესეა დემოკრატიულ სამყაროში. დემოკრატიული ქვეყნები ორი ხერხით ამცირებენ საკუთარ ვალებს. ერთის მიხედვით ეგეთი ქვეყნები დღე-დაღამ შრომობენ, ინვესტორებს შოულობენ, ამითარებენ ბიზნეს, ფულს იღებენ და ასე ცდილობენ ვალის გადახდას. აი მეორე გზა კი უფრო მარტივია. გამოდის დემოკრატიული ქვეყანა და იძახის. აღარ ვარ ძმაო, მე დემოკრატიული ქვეყანა.
ვალებს წესიერი ქვეყნები იხდიან, მე კიდევ რომელი წესიერი ვნაკეთ ახლა, აგერ ხალხს კუჩაში ვცემ, მედიას ვავიწროვებ, ოპოზიციურ პარტიებს ვდევნი და კიდევ თუ მეტყვით რამეს ვალებზე 2013 წლის მერე ნახეთ რეებს ვიზარო. ისინი შეუბნებიან, არა შენი ჭირი მე ოღონდ გარქნა და სახალხოდ ვიტყვით რომ აღარ გაქვს ვალები და ნელ-ნელა გაკლდებაო. ოღონდ 2013-ის მერე დაგვასვენე და მანამდე კიდევ უფრო შეგიმცირებ. თუ და რა ვიცი აბა ახლა გადათვალეთ ჩვენს ქვეყანაში ხელკეტები და ინვესტიციები და ამის მიხედვით მიხვდებით როგორი ხდის ჩვენი მთავრობა ვალებს. მაგრამ მაღალო ამ ფორმით გადახდასაც ახლა თავის საზღვარი აქვს. ეგრე შეიძლება 10 წელი გითმინონ პარტნიორებმა. 20-30 წელიც კი, მაგრამ აი ლიბიის ამბებს რომ უყურებ, მგონი 42 წელზე მეც არ მოგითმენე. შენ კიდევ რა ვიცი, მგონი არც ეგ 42 გეყოფა. გიანოდია ნატოში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას დასავლეთში არსებული კრიზისი აფერხებს. სტატიას ამ სახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუს-ჯი აღწელებს. ციტატა ბატონი გიას განცხადებიდან. დასავლეთში ახლა ძალიან კრიზისული პერიოდია, კონკრეტულად კი ეკონომიკური თვალსაზრისით. იქ არის ფინანსური კრიზისი და ამიტომ დასავლეთში ძალიან არაპოპულარულია ყველაფერი, რაც უკავშირდება ნატოს თუ ევროკავშირის გაფართოებას და გაძლიერებას. აჰა, აი თურმე რაში ყოფილა საქმე. ცხენიათ, კაცო, ჩვენს პარტნიორებს და იმიტომ არ გვიღებენ. გამოსაგველი და დასალაგებელი აქვს თავისი ფართი და ვერ გვეპატიჟებიან. თან რომ გვისტუმრონ მე რა ქნა ახლა სიმჭადი ლობიო გამოგვიტანოს უბრაზეგაც. ხო. ასე, უფულობის გამო სისხმა და ხორცმა უნდა დავკარგოთ თურმე ერთმანეთი. ყოველ შემთხვევაში ასე ჟერა ბატონ გიას. მე კიდევ რაღაც სხვანაირად მგონია ეგ ამბავი. აი, დაახლოებით აი ასე. ჩადის იქ ჩვენი რომელიმე მინისტრი, მაგალითად ვერა ქობალია და იქ ჩვენი პარტნიორები დაახლოებით ამდაგვარად ექცევიან. აი ახლა ვიგანახებთ. ჩემო ვერა. გაჩვენებ ჩვენ საწოდაობას და ვნახავ კიდე თუ მოგინდება ნატოში. მოხვედით? რა შვები, ბარაკ? მოკლავ. რატომ? ხომ გითხარი დღეს ქართველებს ვატყუებ თქო? მაპატიე? შეიძლება შევიდე. აი ამ ხელა ვირთხავ ყავს ნატოში და მცვენია. იცი რა? წამოდი მაშინ და დასუფთავების ნომერს მაინც მოგცემ შესაძოდაო. ახლა კი 5 პოლიტიკური აბის მიღებას გთავაზობთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილი დაიკავა ჩემმა მაღალმა. მან თვალებში ჩაფხედა და ამით ჩვენი ოპტიმიზმის დონე ერთიორად ამაღლა. ზოგადად ოპტიმიზმის ფონი რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში უდავოდ, ეხლა ბოლო გამოკითხვებით ჩვენ გვაქვს ევროპაში ყველაზე მაღალი დონე ოპტიმიზმის, ყველაზე მეტი ჩვენ ქვეყანაში მიაჩნია ხალხს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიდა საქართველოს მაღალი. იგი კვლავ განაგრძობს თავისი ფრთიანი ფრაზების საზოგადოებრივ გაჟღერებას. მან არც ამჯერად უყალატა ტრადიციას და ამჯერადაც შეძლო ჩვენი გაოცე. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთადერთი ქვეყანა ხალხს უსვამს, საქართველოს უნიკალურობა არის ამაში, რომელსაც აქვს პოზიტიური მიგრაციის ბალანსი. ესე იგი უფრო მეტი ბრუნდება, ვიდრე მიდის ქვეყნით. მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეთყობა იგი 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმის ზემოქმედების ქვეშ იყო და თავისუფლება მისცა ისეთი განცხადება გაეკეთებინა, რომლითაც სავარაუდოდ თავადაც არ სჯერა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ამ რეგიონში, რომელსაც წელს აი ამ 2011 წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური წელს ვზდით ეკონომიკურ პროგნოზს და 6%-ზე აყვავს. მეორე ადგილი. მეორე ადგილი კი დაიკავა საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა. მან ისეთი რამ განაცხადა, აშკარად ეტყობა, რომ საქართველოს შესახებ ამბები მხოლოდ გადმოცემით აქვს გაგონილი. პოზიტიურია, რომ საქართველოს წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს, მათ შორის გამოვყოფთი სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებსა და საარჩევნო კოდექსზე მუშაობას. პირველი ადგილი. პირველი ადგილი დაიკავა საქართველოში ამერიკიდან ჩამოსულმა სტუმარმა. მან დაათვალიერა იუსტიციის სახლი და ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებული რეფორმები ერთი წინადადების პრინციპითვე შეგვიმკო.
ჩემი აქ ყოფნის მიზეზია ვნახოთ თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტი. ვხედავ რომ განვითარების ეტაპები წარმატებულია და თქვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია უძრავი ქონების მენეჯმენტისა და მართვის საკითხებში. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.